უფალო გვიხსენდა გვილხინეთოდა და ჩვენთაგან მეოფეო შეგვინდაო ჯულოება ჩვენი წმინდაო მოიხილა და განკუნოძულებანი ჩვენი სახელისა შენისათვის უფალო შეგვიწყალენ დიდება მამასა და დედასა და წმინდასა სულსა ხელაშვილის სახელი იმდენი ხანი იდევნებოდა იმდენი ხანი იყო დაფარული ჩრდილში რომ ამ დევნილმა ათწლეულებმა ის აქცია ლეგენდად ხელაშვილი ლეგენდად აქცია ობიექტურად მისმა ლექსმა რომელსაც რა ვიცი ჩემს გულში ასე ვუწოდე თავისუფლების პარტიზანი იმიტომ რომ როდესაც ხელაშვილი მოკლეს როცა მის სახელს გადააფარეს დევნის და ჩაქოლვის ასე ვთქვათ საფარველი მაშინ მისი ლექსი დადიოდა და დაქონდა არა მხოლოდ პოეტური რითმების სილამაზე არამედ ინფორმაციას ატარებდა ჩურჩულით ადამიანიდან ადამიანში იმ გმირის შესახებ რომელმაც იბრძოლა და წინააღმდეგობა გაუწია ბოლშევიკურ ოკუპაციას ხელაშვილმა შექმნა ბოლშევიკური ოკუპაციის წინააღმდეგ მოდელი სახალხო წინააღმდეგობის ფაქტი და სახალხო წინააღმდეგობის მთელი მოძრაობა მიხა ხელაშვილს დაგლოცავ წყევლი მწითელ ყაჩაღებს 70 წელს ქართველებს წითელა გჭირდა სახადი გამთავისუფლდით იხარე გიხმობს შობელი ახადი მოგრძალებულად შემბილიქს მოვდევ ზემოდან ნახავდი მამულს დიდება რომელსაც მეორე ღმერთად სახავდი ისრიაშვილი მოუკლავთ კომუნისტებს მიხასთან თანამშრომლობის გამო და ის რომ დაბრალდა მიხას იმის გამო რომ მიხასთან ქონდა იმას ურთიერთობა ის კაცი მოკლეს და მიხამ ესეთი ლექსი დაადევნა შენ სიკვდილს მემაბრალებენ ცოდვიანს მეძახიანო გაზაფხულ როდის დადგება შაშხანა ვაგახმიანო ბევრ ის დედა ვატირო ბევრ რუჭკო დავაჭყვიანო წრის ჯავრი სამამყრელი ვარ ხელაშვილს მეძახიანო წრის ჯავრი სამამყრელი იყო მიხა და აი ეს სიტყვას და ეს ლექსის იმის ნიშნად დატოვა რომ დაიზრდებიან წრის ჯავრის ამამყრელი ვაჟები და არავის აპატიებდნენ აი ხეობების წაქცევას და დაკავებას ხელაშვილმა 19 წლის ყმაწვილმა გააკეთა არჩევანი და მის არჩევანში იყო გმირი და არა მარტო საბრძოლო ისტორიებით ის თავისი არჩევანით რომ მე ამათ ჩემს სამშობლოს ვერ დაუთმობ და მე ვიბრძოლე ბოლომდე მან არჩევანი გააკეთა გმირობის და თან არჩევანი გააკეთა ძალიან კარგად იცოდა სიკვდილის სასარგებლოდ მან იცოდა რომ ამ ბრძოლაში მას სიკვდილი ელოდა არის ესეთი ეპიზოდი მის ბიოგრაფიაში როცა მისმა მამამ დაუძახა მის ახლობლებს მის მეგობრებს შეკრიბა ყველა და თხოვა ჩემი არ ესმის და იქნებ თქვენ თხოვოთ რომ როგორმე ჩამოცილდეს არ წავიდეს ამ ბრძოლაში როგორმე აღარ შეუერთეს არ შეუერთეს გაგუცას რაზმს მაგრამ მან არ მიიღო არავის ირჩევა მან თქვა რომ მეს ჩემი არჩევანია მე მივდივარ და თქვენ ძმებო მობრუნდა და უთხრა რომ მომიხსენეთ როცა გმირების სახელს და მებრძოლების სახელს მოიხსენებთო და ეს იყო განაცხადი იმის შესახებ რომ მან იცოდა თავიდანვე რომ ის მოკვდებოდა თელმა საქართველოს უნდა იცოდეს მიხას სახელი და თელმა საქართველოს არ იცის იმიტომ რომ აი აქაც კი ფშავის ხევზე თუ არა ფშავლები და თუ არა ის ადამიანები რომლებიც მოდიან და პატივს მიაგებენ მის ხსოვნას არავის არ ეცოდინებოდა მის შესახებ რა და ესეთი ვაჟები ყველა კუთხეში ყავს საქართველოს და სამწუხაროდ მათი სახელები არიან ესე დაფარული და მხოლოდ იმ კუთხეში ისმის მათი სახელი და ჩვენ ფიქრობთ რომ უნდა მთელ საქართველოში ყველა კუთხიდან ყველა ხეობიდან აი ესეთი გაუტეხელი და აუჩოქებელი ქართველების სახელები გამოვიტანოთ წინ რომ ვიღაც გაიზარდოს მათ მაგალითზე